Bhagavad Gita, თავი მესამე, კარმა იოგა, ლექსი 26. იმისათვის, რომ არ დაარღვიოს დაწესებულ მოვალეობათა შრომის ანგარებით ნაყოფებზე მიჯაჭულ უგუნურთა გონების სიმშვიდე, სწავლულმა არ უნდა აღძრას მათში სურვილი, შეწყვიტონ ყოველგვარი საქმიანობა, პირიქით, უფლისადმი ერთგულების სულისკვეთებით, შრომითა და ათასგვარი საქმიანობით უნდა დააკავოს ისინი, საკუთარ თავში კრიშნას ნობიერების თანდათანობით განვითარებისთვის. განმარტება, ყოველი რიტუალი, ყოველი მსხვერპლშეწირვა და ვედებში მოცემული ყველა დანაწესი თვით ისეთებიც, რომლებიც საერთო საქმიანობას ეხება, განკუთვნილია იმისთვის, რომ შევიცნოთ კრიშნა, სიცოცხლის საბოლოო მიზანი. საუბედუროდ, განპირობებული სულები გრძნობათა დაკმაყოფილების გარდა არაფრისკენ ისწრაფვიან და ვედებსაც მხოლოდ ამ სწრაფვის განსახორციელებლად სწავლობენ. მაგრამ ვედური რიტუალებით მოწესრიგებული ნაყოფისაკენ მიმართული საქმიანობითა და გრძნობათა დაკმაყოფილებით ადამიანს მაინც შეუძლია თანდათანობით კრიშნას ცნობიერებამდე ამაღლდეს. ამიტომ მან, ვინც უკვე შეიძინა კრიშნას ცნობიერება, არ უნდა მოაბეზროს თავის ხვებს იმაზე მითითებით, რომ მათი საქმიანობა უაზროა, რომ მათ მცდარად ესმით სიცოცხლის მიზანი. პირიქით, საკუთარი მაგალითით უჩვენოს, როგორ შეიძლება ყოველგვარი საქმიანობის შედეგის კრიშნას მსახურებაში გამოყენება. მასვე შეუძლია გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის მშრომელ უგუნურ კაცს სწორი მოქმედება და სწორი ცხოვრება ასწავლოს. მართალია, არ შეიძლება უგუნურს შეუშალონ ხელი თავისი მოვალეობის შესრულებისას, სამაგიეროდ, ვინც ოდნავ მაინც ფლობს კრიშნას ცნობიერებას, შეიძლება უშუალოდ იქნეს დასაქმებული უფლის სამსახურში, დანარჩენი ვედური დანაწესების შესრულების გარეშე. ასეთ იღბლიან ადამიანს აღარ სჭირდება ვედური რიტუალების შესრულება, ვინაიდან კრიშნას ცნობიერებით უკვე აღწევს დაწესებული მოვალეობების შესრულებით მიღებულ ყოველ შედეგს. ლექსი 27. სრულ ეგოს გავლენით მოტყუებული წმინდა სული თვლის, რომ თავად მოქმედებს, მაშინ როცა ამ საქმეებს სინამდვილეში მატერიალური ბუნების სამი მოდუსი ასრულებს. განმარტება, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ორი პიროვნება, ერთი კრიშნას ცნობიერების მფლობელი, მეორე კი მატერიალური ცნობიერებისა, რომლებიც ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ, ერთსა და იმავე მდგომარეობაში არიან, მაგრამ მათ შორის უდიდესი განსხვავებაა. მატერიალურ ცნობიერებაში მყოფ პიროვნებას საკუთარი ცრუ ეგო არწმუნებს, რომ თავად ასრულებს ყველაფერს. მან არც ის იცის, რომ მისი სხეული გარკვეული მექანიზმია, შექმნილი უზენაესი უფლის ზედამხედველობით მოქმედი მატერიალური ბუნებისგან. მას არც ის ესმის, რომ საბოლოოდ იგი კრიშნას ძალაუფლების მორჩილია და არა დამოუკიდებელი ყველა თავის საქმიანობაში, რომელთა წარმატებებსაც მცდარად საკუთარ თავს მიაწერს ხოლმე. ასეთი ფიქრი მის უმეცრებაზე მეტყველებს. მან არ იცის, რომ მისი უხეში და ნატიფი სხეულები მატერიალური ბუნების მიერ არის შექმნილი ღმრთების უზენაესი პიროვნების ნებით და ამიტომაც მისი სხეულისა და გონებაც უნდა დასაქმდეს კრიშნას მსახურებაში, ანუ კრიშნას სწორად გაცნობიერებით. უგუნურ ადამიანს ავიწყდება, რომ ღმრთების უზენაეს პიროვნებას ჰქვია შრიკეშა, ანუ მატერიალური სხეულის გრძნობათა მბრძანებელი. ვინაიდან ასეთი ადამიანი დიდი ხნის მანძილზე არასწორად იყენებდა თავის გრძნობებს, რათა სხეულებრივი ტკბობა განეცადა, ამიტომაც აღმოჩნდა იგი ცრუ ეგოს ტყვეობაში, რამაც დაავიწყა კრიშნასთან თავისი მარადიული ურთიერთობა. ლექსი 28. ვინც იცის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ომკლავმაგარო, არასოდეს დაემონება საკუთარ გრძნობებს და არ დაიწყებს გრძნობათა დაკმაყოფილების ძებნას, რა კი კარგად ესმის, რა განსხვავებაა უფლისადმი ერთგულებით მსახურებასა და ანგარებით შრომას შორის. განმარტება, ის ვინც ჩაცვდა აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, აცნობიერებს საკუთარ არაბუნებრივ მდგომარეობას მატერიალურ ყოფიერებაში. მას ესმის, რომ თავისი ჭეშმარიტი ბუნებით იგი მარადიული, ნეტარებითა და ცოდნით სავსე განუყოფელი ნაწილაკია უზენაესისა და არ მიეკუთვნება მატერიალურ სამყაროს. მან მშვენივრად შეიგნო, თუ ვინ არის იგი,
განუყოფელი ნაწილა კი უზენაესისა, ვინც მარადიული ნეტარება და ცოდნაა. მას ისიც კარგად ესმის, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო იგი სიცოცხლეზე მატერიალისტური შეხედულების ხაფანგში მოექცა. თავის წმინდა ყოფიერებაში ცოცხალი არსების ჭეშმარიტი დანიშნულებაა ყველა საქმიანობა დაუკავშიროს ღმრთების უზენაეს პიროვნებას კრიშნას. ამიტომ იგი მოქმედებს კრიშნას ცნობიერებაში და ბუნებრივად თავისუფლდება იმ პირობითი და წარმავალი საქმიანობისაგან, რასაც იგი საკუთარ მატერიალურ გრძნობათა ორგანოების სასიამოვნოდ ეწევა. მან იცის, რომ მისი მატერიალური ყოფიერება უფლის უმაღლესი ზედამხედველობის ქვეშაა. ამიტომ მისი წონასწორობიდან გამოყვანა არ შეუძლია არანაირ დარტყმას, რასაც იგი უფლის წყალობად მიიჩნევს. შრიმად ბჰაგავატამის თანახმად, მას ვინც აბსოლუტური ჭეშმარიტების სამი სხვადასხვა ასპექტი, ბრაჰმანი, პარამატმა და ღმრთების უზენაესი პიროვნება შეიცნო, ჰქვია ტატვა-ვიდ, ვინაიდან კარგად ესმის უზენაესთან ურთიერთობაში საკუთარი ადგილი. მატერიალური ბუნების მოდუსებით მოტყუებული უმეცრები მატერიალურ საქმიანობებში იძირებიან და ეჯაჭვებიან მას, მაგრამ ბრძენმა არ უნდა შეაწუხოს ისინი, თუმცა კარგად იცის, რომ თავიანთი უცოდინერების გამო მათი შრომა დაბალი რიგისაა. განმარტება: უმეცარი ადამიანები ცდებიან, როცა საკუთარ თავს აიგივებენ უხეშ მატერიალურ ცნობიერებასთან და მატერიალურ სახელდებათა ქსელში იხლართებიან. ჩვენი სხეული მატერიალური ბუნების ქმნილებაა. მას ვისი ცნობიერებაც თავმოყრილია მხოლოდ სხეულზე, ჰქვია მანდა, ანუ ზარმაცი, რომელსაც არ ესმის მარადიული სულის ბუნება. უგუნურდნის საკუთარ თავს სხეულთან აიგავებენ და უმეცრების გამო თვლიან, რომ მასთან სხეულებრივად დაკავშირებული ადამიანები მისი ნათესავები არიან. მიწა, სადაც მათი სხეულები დაიბადნენ, თაყვანისცემის ღირსი სიწმინდეებია. რელიგიური რიტუალები და ცერემონიები კი თვით მიზანი. საზოგადოებრივი სამსახური, ეროვნულობა და კაცობრიობისთვის მოღვაწეობა აი მათი ზოგიერთი გატაცება. იმყოფებიან რა ილუზიის გავლენის ქვეშ, მუდამ საერო საქმეებით არიან დაკავებულნი, ხოლო სულიერი ცხოვრება მათთვის მხოლოდ მითია. ამიტომ მისადმი ინტერესსაც არ იჩენენ. სულიერი ცოდნით გასხივოსნებული ადამიანები არ უნდა ეცადონ ასეთი გამოუსწორებელი მატერიალისტების დარიგებას ან შენიშვნების მიცემას. უმჯობესია ამ სწავლულებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთი სულიერი პრაქტიკა. მსგავსი უმეცარი და გზასაცდენილი ხალხისთვის უკეთესია მივცეთ შესაძლებლობა მიჰყვეს მარტივ მორალურ პრინციპებს, როგორიცაა არაძალმომროება და დაკავდეს საერო საქველმოქმედო საქმიანობებით. უგუნურთ არ შეუძლიათ კრიშნას ცნობიერებაში შესრულებული საქმიანობის შეფასება, ამიტომ უფალი კრიშნა გვირჩევს არ შევაწუხოთ ისინი და ძვირფასი დრო ფუჭად არ დავკარგოთ, მაგრამ უფლის ერთგულები უფალზე მეტ გულკეთილობას იჩენენ, ვინაიდან ესმით მისი მაღალი ჩანაფიქრი, ამიტომ არავითარი დაბრკოლების წინაშე უკან არ იხევენ, უგუნურ ხალხს უკავშირდებიან, რათა ასე თუ ისე სცადონ მათი დასაქმება კრიშნას ცნობიერებაში, რაც ადამიანისთვის აბსოლუტურად აუცილებელია. ლექსია 30. ამიტომ, ო არჯუნა, ყოველი შენი საქმიანობა მომიძღვენი მე და ბოლომდე შემიცანი. უარი თქვი პირად სარგებელზე, არ განაცხადო უფლება რაიმე საკუთრებაზე, განაგდე უხალისობა და იბრძოლე. განმარტება: ამ ლექსში ნათლად არის ჩამოყალიბებული ბჰაგავად გიტას მიზანი. უფალი გვასწავლის, რომ მოვალეობის შესასრულებლად ადამიანმა საკუთარ თავში უნდა განივითაროს კრიშნას ცნობიერება და თავისი მოვალეობა ისეთი სიზუსტით შეასრულოს, თითქოს სამხედრო წვრთნას გადიოდეს. ასეთმა მითითებებმა შეიძლება გარკვეული სირთულეები წამოჭრას. მიუხედავად ამისა, საჭიროა კრიშნაზე დაყრდნობით ვიმოქმედოთ, ვინაიდან ასეთია ცოცხალი არსების თავდაპირველი, ბუნებრივი მდგომარეობა. ცოცხალი არსება ვერ იქნება ბედნიერი უზენაეს უფალთან თანამშრომლობის გარეშე, ვინაიდან თავისი მარადიული ბუნებით იგი უნდა იყოს მორჩილი უფლისა და მისი სურვილების შემსრულებელი. ამიტომ შრი კრიშნამ ისე უბრძანა არჯუნას ებრძოლა, თითქოს მისი სამხედრო მეთაური ყოფილიყო.
ცოცხალმა არსებამ ყველაფერი უზენაესი უფლის კეთილ ნებას უნდა შესწიროს და თანაც დაწესებული მოვალეობები მესაკუთრეობაზე პრეტენზიის გარეშე შეასრულოს. არჯუნას უფლის ბრძანების განსჯა არც მოეთხოვებოდა, მას მხოლოდ უნდა შეესრულებინა იგი. უზენაესი უფალი ყოველი სულის სულია. ამიტომ მას ვინც რაიმე პიროვნული ინტერესის გარეშე უზენაეს უფალზეა მინდობილი, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც ბოლომდე კრიშნას ცნობიერია, ჰქვია ადჰიატმა ჩეტას, ის ვინც ჩასვდა უზენაესი სულის შესახებ მეცნიერებას. ლექსში გამოყენებული სიტყვა ნირაში ნიშნავს შემდეგს. ცოცხალმა არსებამ უნდა იმოქმედოს უფლის ბრძანებით, მაგრამ არ უნდა იმედოვნებდეს, რომ შრომის შედეგებით დატკბება. ბანკის მოლარე ყოველდღე მილიონობით დოლარს ითვლის თავისი უფროსის სამსახურში, მაგრამ თვითონ 1 ცენტის მითვისებასაც ვერ ბედავს. სწორედ ასევე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ამ სამყაროში არც ერთი ინდივიდუალურ პიროვნებას არაფერი ეკუთვნის და რომ ყველაფერი უზენაესი უფლის საკუთრებაა. ასეთია ლექსში მოცემული სიტყვის მაი, ანუ ჩემთვის, ნამდვილი მნიშვნელობა. როდესაც ცოცხალი არსება ამგვარი გაგებით მოქმედებს, ცხადია არაფერზე აცხადებს საკუთრების უფლებას. ასეთი ადამიანის ცნობიერება ლექსში გადმოცემულია სიტყვით ნირ მამა, ანუ მე არაფერი მეკუთვნის და თუ კი შეიმჩნევა რაიმე უხალისობა ასეთი მკაცრი ბრძანების შესრულებისას, რომელშიც უგულვებელყოფილია სხეულზე დამყარებული ნათესაური გრძნობები, ადამიანმა უნდა დათრგუნოს მსგავსი განწყობა. ამგვარად იგი შეიძლება გახდეს ვიგატაჯვარა, ანუ თავისუფალი აპათიის, უხალისობისა და გულგრილობისგან. ყველას თავისი თვისებებისა და მდგომარეობის შესაბამისად გარკვეული შრომის შესრულება მოეთხოვება. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ყოველივე ეს კი შეიძლება შესრულდეს კრიშნას ცნობიერებაში, ასეთია განთავისუფლებისკენ მიმავალი გზა. ლექსი 31. ისინი, ვინც ჩემი დანაწესების თანახმად იხდიან თავიანთ მოვალეობებს, ამ შეგონებას რწმენით ასრულებენ და არავის მიმართ არ აქვთ მტრული გრძნობები, თავისუფლდებიან ანგარებით საქმიანობათა ტყვეობისგან. განმარტება. ღმრთების უზენაესი პიროვნების, კრიშნას, დარიგებანი თავის თავში იტევენ მთელ ვედურ სიბრძნეს და ამ სიბრძნის სანუკვარი არსია, ამიტომ ისინი ითვლებიან სამარადისო და მყარ ჭეშმარიტებად. როგორც ვედებია მარადიული, ასევე მარადიულია კრიშნას ცნობიერების ეს ჭეშმარიტებაც. ცოცხალ არსებას მტრობის გარეშე მტკიცედ უნდა სწამდეს უფლის დარიგებებისა. არის მრავალი ეგრეთ წოდებული ფილოსოფოსი, რომლებიც ფაგავად გიტაზე კომენტარებს წერენ, მაგრამ კრიშნა არ წამთ. ისინი ვერასოდეს განთავისუფლდებიან ანგარებით საქმიანობათა ტყვეობიდან. უბრალო ადამიანი კი, რომელმაც მტკიცედ ირწმუნა უფლის მარადიული მითითებანი, თავს აღწევს კარმის კანონის მონობას, მაშინაც კი, როცა ამ წმინდა დანაწესების შესრულება არ შეუძლია. კრიშნას ცნობიერების პირველ საფეხურზე ადამიანმა შეიძლება უფლის მითითებანი ბოლომდე ვერ შეასრულოს, მაგრამ რა კი ამ პრინციპების წინააღმდეგი არ არის და გულწრფელად შრომობს, არ ეპუება მარცხს და გულს არ იცრუებს წარუმატებლობის დროს, აუცილებლად ამაღლდება კრიშნას წმინდა ცნობიერების დონემდე. ლექსი 32. მაგრამ ისინი, ვინც შურისა და ღვიძლის გამო უგულვებელყოფენ და არ მიჰყვებიან ჩემს მითითებებს, ყოველგვარ ცოდნას მოკლებულნი და უიმედოდ სულელნი არიან. ამიტომაც სრულქმნის მათეული ყველა მცდელობა განუხორციელებელი რჩება. განმარტება. აქ გარკვევით არის ნაჩვენები კრიშნას ცნობიერებაში არ ყოფნის ნაკლოვანებათა არსი. როგორც ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კანონის ჯის დამნაშავეებს, ასევე ღმრთების უზენაესი პიროვნების ნების უგულვებელყოფის დროს გარდაუვალია მკაცრი სასჯელი. ურჩ პიროვნებას, რაც უნდა ძლევამოსილი იყოს იგი, ცარიელი და უგრძნობო გულის გამო, წარმოდგენაც კი არ აქვს საკუთარ სულიერ ბუნებაზე და არც უზენაეს ბრაჰმანზე, პარამატმასა და ღმრთების პიროვნებაზე. ამიტომ მას სრულყოფილებამდე მიღწევა არ უწერია. ლექსი 33. სწავლული ადამიანიც კი საკუთარი ბუნების თანახმად მოქმედებს, ვინაიდან ყველა არსება იმ თვისებების მიხედვით იქცევა, რაც სამი მოდუსისგან აქვს მიღებული, მას რა აზრი აქვს საკუთარი ბუნების დათრგუნვას. განმარტება.
ვიდრე ცოცხალი არსება კრიშნას ცნობიერების ტრანსცენდენტულ დონემდე ვერ ამაღლდება, თავს ვერ დააღწევს მატერიალური ბუნების მოდუსების გავლენას, როგორც ამას უფალი ბჰაგავად გიტას მე-7 თავში ადასტურებს. ამიტომ ამ მიწიერ ყოფიერებაში ყველაზე განათლებულ ადამიანსაც კი არ შეუძლია თავისი თეორიული ცოდნით ან სულის სხეულისგან განსხვავების უნარით მაიას ილუზიის ტყვეობიდან განთავისუფლდეს. არსებობს მრავალი ეგრეთ წოდებული სულიერების ქომაგი, რომელთაც სულიერი მეცნიერების მცოდნეთ მოაქვთ თავი, მაგრამ შინაგანად მატერიალური ბუნების გარკვეული მოდუსის სრული გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რომლის გადალახვა არ შეუძლიათ. ადამიანი შეიძლება მეტად განათლებულიც იყოს, მაგრამ მატერიალურ ბუნებასთან დიდი ხნის ურთიერთობის გამო მის ტყვეობაში რჩება, რისგან თავის დაღწევა მხოლოდ კრიშნას ცნობიერების დახმარებით შეუძლია, თუნდაც საკუთარი მატერიალური ყოფიერების შესაბამისად დაწესებულ მოვალეობებს ასრულებდეს. ამიტომ სანამ ადამიანი საკუთარ თავში სრულად არ განივითარებს კრიშნას ცნობიერებას, ზურგი არ უნდა შეაქციოს თავისი მოვალეობების აღსრულებას. ამ მოვალეობათა ერთბაშად შეწყვეტა არ უნდა მოხდეს, არც ხელოვნურად უწიფორ იოგად ან ტრანსცენდენტალისტად გახტომა შეიძლება. უმჯობესია, საკუთარ მდგომარეობაში დარჩეს და გამოცდილი დამრიგებლის დახმარებით კრიშნას ცნობიერებას დაეუფლოს. ამგვარად, კრიშნას ილუზორული ენერგიის, მაიას კლანჭებიდან თავის დაღწევა შეიძლება. არსებობს გრძნობებისა და მათი ობიექტების ურთიერთობებთან დაკავშირებული მიჯაჭვულობისა და უკურიდების მომწესრიგებელი კანონები. ცოცხალმა არსებამ უნდა დაიცვას გარკვეული წესები. არ უნდა მოექცეს არც ამგვარი მიჯაჭვულობისა და არც მათი უკურიდების გავლენის ქვეშ, ვინაიდან ისინი საკუთარი ბუნების შეცნობის სულიერ გზაზე დამაბრკოლებელ ლოდებს გვანან. განმარტება: კრიშნას ცნობიერებაში მყოფნი ბუნებრივია გულგრილნი არიან მიწიერ გრძნობათა დაკმაყოფილების მიმართ, მაგრამ ვისაც ასეთი ცნობიერება ჯერ არ განუვითარებიათ, განდობილ წერილთა წესების მიხედვით უნდა შეზღუდონ საკუთარი გრძნობები, უიმისოდ მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება შეუძლებელია. მაგრამ ის, ვინც განდობილ წერილთა წესებსა და შეზღუდვებს ასრულებს, გრძნობათა ობიექტების მონა არასოდეს ხდება. მაგალითად, სქესობრივი სიამოვნება განპირობებული სულის მოთხოვნილებაა და იგი ქორწინების შემთხვევაში ნებადართულია. წმინდა წერილთა დანაწესების თანახმად, სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცს მხოლოდ საკუთარ ცოლთან შეუძლია, დანარჩენ ქალებს კი დედასავით უნდა უყურებდეს, მაგრამ ასეთი აკრძალვის მიუხედავად, მამაკაცს მაინც ახასიათებს სხვა ქალებთან სქესობრივი სიახლოვის მიდრეკილება. ასეთ მიდრეკილებებს მოთოკვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სულიერი თვითშემეცნების გზაზე დაბრკოლებად იქცევიან. სანამ ადამიანს მატერიალური სხეული აქვს, მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ნებადართულია, ოღონდ ეს წმინდა წერილების წესებისა და შეზღუდვის თანახმად უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, არ უნდა ჰქონდეს იმის დიდი იმედი, რომ ასეთი ნებადართული საქმიანობების გავლენაში არ მოვექცევით. ამგვარი წესები ზედმეტი მიჯაჭვულობის გარეშე უნდა დავიცვათ, ვინაიდან შეზღუდულ გრძნობათა დაკმაყოფილებასაც შეუძლია კაცის აცდენა ჭეშმარიტი გზიდან. ყველაზე უსაფრთხო გზებზეც ხომ მუდამ ხდება ავტოკატასტროფები. ამისგან არავინ არის დაზღვეული. მატერიასთან შეხების გამო ჩვენს გულებს უხსოვარი დროიდან მოჰყვება გრძნობათა დაკმაყოფილებისკენ ლტოლვა. მაშასადამე, გრძნობათა მოწესრიგებული დაკმაყოფილების მიუხედავადაც, მუდამ არსებობს სულიერი გზიდან გადაცდომის დიდი შესაძლებლობა. ამიტომ ყოველ მხრივ უნდა ვერიდოთ ნებისმიერ მიჯაჭვულობას გრძნობათა დაკმაყოფილებისადმი, თუნდაც იგი რელიგიური დანაწესების ჩარჩოში იყოს მოქცეული. მაგრამ კრიშნას ცნობიერებისადმი მიჯაჭვულობა, ანუ მუდამ კრიშნას სასიყვარულო მსახურება, გვეხმარება განთავისუფლდეთ გრძნობათა განცხრომისთვის მოქმედებისგან. ამიტომ სიცოცხლის არცერთ სტადიაზე არავინ უნდა ეცადოს კრიშნას ცნობიერებისგან ჩამოცილებას. ყოველგვარ გრძნობათა ტკბობაზე უარის თქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოოდ კრიშნას ცნობიერების დონემდე ავმაღლდეთ.
ლექსი 35. გაცილებით უმჯობესია შენზე დაწესებული მოვალეობების შეასრულო, თუნდაც არასრულყოფილად, ვიდრე სხვისი მოვალეობები უნაკლოდ. საკუთარი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა გიჯობს სხვისი მოვალეობის შესრულებას, ვინაიდან მეტისმეტად სახიფათოა სხვის გზაზე დადგომა. განმარტება. ამიტომ ადამიანმა საკუთარ თავში კრიშნას ცნობიერების სრული განვითარებით უნდა შეასრულოს მასზე დაწესებული მოვალეობები და არ შეუდგეს სხვათა საქმეების კეთებას. განპირობებულ სულებს მოვალეობები უწესდებათ იმ ფსიქოფიზიკური მდგომარეობის შესაბამისად, რასაც მატერიალური ბუნების მოდუსების გავლენის ქვეშ იძენენ. ჩვენ სულიერ მოვალეობებს სულიერი მოძღვარი განსაზღვრავს კრიშნას ტრანსცენდენტული მსახურებისთვის, მაგრამ ადამიანმა მასზე დაწესებული მოვალეობები, მატერიალური თუ სულიერი, სიკვდილამდე მტკიცედ უნდა შეასრულოს და არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სხვების მოვალეობათა შესრულება. მოვალეობები, სულიერი და მატერიალური, შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ გამოცდილი დამრიგებლის მითითებების შესრულების საფუძველზე იგი მუდამ სასიკეთოა. როდესაც ცოცხალი არსება მატერიალური ბუნებით არის მოჯადოებული, მან თავისი საზოგადოებრივი ფენის ან სულიერი ცხოვრების წყობისთვის ნიშანდობლივი საქმიანობა უნდა შეასრულოს და არ მიჰბაძოს სხვებს. მაგალითად, ბრაჰმანმა, რომელიც სათნოების მოდუსში იმყოფება, ძალმომრეობას არ უნდა მიმართოს. ქშატრიას, ანუ მებრძოლს კი, რომელიც ვნების მოდუსში იმყოფება, ძალის გამოყენების უფლება აქვს. ქშატრიას, ანუ მეომარს, უჯობს ღირსეულად მოკვდეს ბრძოლაში, ვიდრე მიჰბაძოს თვინიერ ბრაჰმანს. ადამიანმა გული თანდათანობით უნდა განიწმინდოს და არა სწრაფად. მაგრამ როდესაც ცოცხალი არსება მატერიალური ბუნების მოდუსებს გადალახავს და სრულ კრიშნას ცნობიერებას დაეუფლება, შეძლებს ყველაფერი შეასრულოს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის წინამძღოლობით. კრიშნას ცნობიერების ამ სრულყოფილ დონეზე ქშატრიამ, ანუ მეომარმა შეიძლება ბრაჰმანის საქმე შეასრულოს, ხოლო კრიშნას ცნობიერებით აღჭურვილმა ბრაჰმანმა იმოქმედოს ქშატრიას მსგავსად. ტრანსცენდენტულ დონეზე მატერიალური სამყაროსთვის დამახასიათებელი განსხვავებები არ არსებობს. მაგალითად, ვიშვამიტრა თავიდან ქშატრია იყო, მაგრამ შემდგომ ბრაჰმანის მოვალეობის შესრულება დაიწყო. პარაშურამა კი პირიქით, ბრაჰმანი იყო, მაგრამ მოგვიანებით ქშატრიასავით იქცეოდა. მათ იმიტომ შეძლეს ასე მოქმედება, რომ ორივე ტრანსცენდენტულ დონეზე იდგა. მაგრამ სანამ ცოცხალი არსება ამ დონემდე არ ამაღლდება, მატერიალური ბუნების მოდუსებით განსაზღვრული თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს. ამასთანავე, მას ბოლომდე უნდა ესმოდეს კრიშნას ცნობიერების არსი. ლექსი 36. არჯუნამ თქვა: ოვრშნის შთამომავალო, რა ძალა უბიძგებს ცოცხალ არსებას ცოდვის ჩასადენად, მაშინაც კი, როცა ესმის, მის სურვილებს ეწინააღმდეგება. განმარტება. ცოცხალი არსება, როგორც უფლის განუყოფელი ნაწილაკი, თავდაპირველი სახით სულიერია, წმინდაა და მატერიალურ სიბინძურეს სრულიად მოკლებული. ამიტომ თავისი ბუნებით მას ცოდვათა ჩადენის მიდრეკილება არ ახასიათებს. მაგრამ როდესაც იგი მატერიალური ენერგიის ძალაუფლების მონად იქცევა, ზოგჯერ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოთაც დაუფიქრებლად ცოდავს. არჯუნას კითხვა კრიშნასადმი მეტად მნიშვნელოვანია, რამე თუ ეხება ცოცხალი არსების დამახინჯებულ ბუნებას. მას ხშირად არც სურს ცოდვის ჩადენა, მაგრამ მაინც ზოგჯერ იძულებულია ასე იმოქმედოს. ამგვარ ცოდვითი საქმიანობებისკენ მას გულში დავანებული ზესული კი არ უბიძგებს, არამედ სულ სხვა ძალა, რასაც უფალი შემდეგ ლექსში განმარტავს. ლექსი 37. ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ ბრძანა. ო არჯუნა, ეს ძალა სხვა არაფერია, თუ არა ვნებიანი გულის თქმა, რომელიც ვნების მატერიალურ მოდუსთან ურთიერთობის შედეგად იბადება და მოგვიანებით მრისხანებად გადაიქცევა. იგი ყველა არსების ყოვლის თანთქმელი, ცოდვილი მტერია ამ სამყაროში. განმარტება. როდესაც ცოცხალი არსება მატერიალურ სამყაროში ხდება, ვნების მოდუსთან კავშირის შედეგად მისი მარადიული სიყვარული კრიშნას მიმართ ვნებიან გულისთქმად გარდაიქმნება. ეს შეიძლება შევადაროთ რძეს, მჟავე შემდედებელი შრატის შერევისას მაწნად რომ იქცევა. როგორც აღვნიშნეთ, ვნება დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მრისხანების სახეს იღებს. მრისხანება კი გადაიქცევა ილუზიად.
რომელიც მატერიალური ტყვეობის ვადას უხანგრძლივებს ადამიანს. ამიტომ ვნებიანი გულისთქმა ცოცხალი არსების უბოროტესი მტერია, ხოლოდ იგი აიძულებს წმინდა ცოცხალ არსებას მატერიალური სამყაროს ტყვეობაში დარჩენას. ვრისხანება უმეცრების მოდუსის გამოვლენაა და მისი ყველა შედეგიც ამ მოდუსის პირმშოა. ამიტომ უმეცრებამდე ჩამოქვეითების ნაცვლად, თუ ვნების თვისება სათნოებამდე ამაღლდება ცხოვრებისა და ქცევის დაწესებული მეთოდებით, მაშინ სულიერი მიზიდულობის ძალით ცოცხალი არსება ვრისხანების ჩამომაქვეითებელ ძალას გადაურჩება. ღმრთეების უზენაესი პიროვნება საკუთარ თავს მრავალ სახედ განავრცობს, რათა მარად მზარდის სულიერი ნეტარება განიცადოს, ცოცხალი არსებები კი მისი სულიერი ნეტარების განუყოფელი ნაწილაკები არიან. ისინი დამოუკიდებლობის რაღაც ნაწილს ფლობენ, მაგრამ ამ დამოუკიდებლობის არასწორი გამოყენების შედეგად უფლის მსახურების მათი თავდაპირველი ბუნებრივი თვისება გრძნობათა დაკმაყოფილების მიდრეკილებად გადაიქცევა და თავად ვნების მონები ხდებიან. ეს მატერიალური სამყარო უფალმა შექმნა, რათა განპირობებული სულებისთვის ვნებით სავსე მიდრეკილებების დაკმაყოფილების საშუალება მიეცა და როდესაც მათი ასეთი ყველა მცდელობა მარცხით სრულდება, ცოცხალი არსებები საგონებელში ცვივიან და იწყებენ თავიანთი ჭეშმარიტი ბუნების გამოკვლევას. ამ კითხვით იწყება ვედანტას სუტრა, სადაც ნათქვამია, დადგა დრო ვიკითხოთ უზენაესის შესახებ. შრიმად ბჰაგავატამში კი უზენაესი განმარტებულია როგორც ყოველივე არსებულის სათავე, უზენაესი ბრაჰმანი. მაშასადამე, ვნების სათავეც უზენაესში უნდა ვეძიოთ. თუ კი შევძლებთ ასეთი მდაბალი გრძნობები გარდაქმნათ უზენაესის სიყვარულად, ანუ კრიშნას ცნობიერებად, თუ კი ყველა ჩვენს სურვილს კრიშნას დაუკავშირებთ, მაშინ ვნებაცა და მრისხანებაც სულიერებას შეიძენს. ჰანუმანმა, უფალი რამას უდიდესმა მსახურმა, მრისხანებით შეპყრობილმა რავანას ოქროს ქალაქი გადაწვა და ნაცრად აქცია, მაგრამ ასეთი საქციელით მან უფლის უდიდესი ერთგულის სახელი მოიპოვა. აქაც ბჰაგავად გიტაში უფალი მოუწოდებს არჯუნას, რომ უფლის საამებლად მტრისკენ მიმართოს მრისხანება. ამიტომ, როდესაც ვნება და მრისხანება კრიშნას ცნობიერების სასიკეთოდ გამოიყენება, ისინი მტრებიდან ჩვენს მეგობრებად გარდაიქმნებიან. ლექსი 38. როგორც ცეცხლი იფარება კვამლით, სარკე მტვრით ან ჩანასახი დედის წიაღით, ეს ცოცხალი არსებებიც თითეული განსხვავებული სახით დაფარულია ვნებით. განმარტება. ცოცხალი არსების სუფთა ცნობიერებას ფარავს სამი განსხვავებული სიმკვრივის მქონე გარსი. ეს გარსი სხვა არაფერია თუ არა ვნება, რაც სხვადასხვა სახით ფარავს ცოცხალ არსებებს, ისევე როგორც ცეცხლს ფარავს კვამლი, სარკეს მტვერი და ჩანასახს ქალის წიაღი. როდესაც ვნება კვამლს არის შედარებული, უნდა გვესმოდეს, რომ მატერიალურ სხეულში შესამჩნევი ხდება ცოცხალი ნაპერწკლის ნათება. სხვა სიტყვებით, როდესაც ცოცხალი არსება საკუთარ თავში აღმოაჩენს კრიშნას ცნობიერების სხივს, იგი კვამლით დაფარულ ცეცხლს შეიძლება შეედაროს. სადაც კვამლია, იქ ცეცხლიც უნდა იყოს. ანთების პროცესში ცეცხლის ალი თითქმის არ ჩანს. ეს კრიშნას ცნობიერების დასაწყისს გავს. სარკეზე დადებული მტვერი შეესაბამება სულიერი თვითშემეცნების სხვადასხვა მეთოდით ჭკუის სარკის განწმენდის პროცესს. ამ მეთოდთა შორის საუკეთესოა უფლის წმინდა სახელთა გალობა. დედის წიაღში არსებული ჩანასახი ჩვენი უძლურების ანალოგიაა, ვინაიდან იგი იმდენად უმწეოა, რომ ადგილიდან დაძვრაც კი არ შეუძლია. ცხოვრების ეს სტადია ხეების მდგომარეობას შეგვიძლია შევადაროთ. ხეებიც ცოცხალი არსებები არიან, მაგრამ ისე ფარავთ მათ ვნების გარსი, რომ თითქმის მოკლებული არიან ყოველგვარ ცნობიერებას და მოქცეული არიან შესაბამის ცხოვრებისეულ პირობებში. დამტვერილი სარკე შედარებულია ფრინველებსა და ცხოველებს, კვამლით დაფარული ცეცხლი კი ადამიანს. ადამიანის სხეულის მიღებით ცოცხალმა არსებამ შეიძლება საკუთარ თავში ცოტათი გამოიცოცხლოს კრიშნას ცნობიერება და თუ კი ამ გზაზე წინსვლას გააგრძელებს, მისი სულიერი სიცოცხლის ცეცხლი აგიზგიზდება კაშკაშა-ალად. თუ კი კვამლს ფრთხილად შეუბერავთ, ალი უფრო გაძლიერდება. ამიტომ ადამიანის სიცოცხლის ფორმა
ცოცხალ არსებას მატერიალური ყოფიერების ტყვეობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობას აძლევს. ცოცხალი არსება იღებს რა ადამიანის სხეულს, გამოცდილი მოძღვრის დახმარებით კრიშნას ცნობიერებას ივითარებს საკუთარ თავში და თავისი მტრის ნების დამარცხებას აღწევს. ლექსი 39. ამდენად ბრძენი ცოცხალი არსების წმინდა ცნობიერება ექცევა თავისი მარადიული მტრის, ვნების გავლენის ქვეშ, რომელიც მუდამ დაუკმაყოფილებელია და გიზგიზებს ვითარცა ცეცხლი. განმარტება. მანოს მრიჩში ნათქვამია, რომ ვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია გრძნობათა სიამოვნების რაგინდ დიდი მცდელობით, ისევე როგორც ცეცხლი არასოდეს ჩაქრება, თუ კი განუწყვეტლივ დავამატებთ საწვავს. ყოველი საქმიანობის ცენტრი მატერიალურ სამყაროში ნებაა, ამიტომაც ეწოდება მას მაითუნია აგარა, ანუ სქესობრივი ცხოვრების დილეგი. ჩვეულებრივ ციხეში დამნაშავეებს ბორკილებს ადებენ და დილეგში ამწყდებენ. იმ დამნაშავეებსაც, რომლებიც უფლის კანონებს არ ემორჩილებიან, ედებათ სქესობრივი ცხოვრების ბორკილები. გრძნობათა დაკმაყოფილებაზე აგებული მატერიალური ცივილიზაციის განვითარება ცოცხალ არსებას მატერიალურ ყოფიერებაში უაზრო არსებობას უხანგრძლივებს. ამიტომ გაუკმხმართებული სქესობრივი ტკბობა უმეცრების სიმბოლოა, რის გამოც ცოცხალი არსება მატერიალურ სამყაროში რჩება. გრძნობათა დაკმაყოფილება შეიძლება ახდეს გარკვეული ბედნიერების შეგრძნება, მაგრამ სინამდვილეში ეს შეგრძნება მოჩვენებითი და უბოროტესი მტერია ცოცხალი არსებისა. ლექსი 40. გრძნობები, ჭკუა და გონება სამყოფელია ვნებისა, რომელიც მათ საშუალებით ფარავს ცოცხალი არსების ჭეშმარიტ ცოდნას და აბამს ილუზიის ქსელში. განმარტება. მტერმა განპირობებული სულის სხეულში სხვადასხვა სტრატეგიული პოზიციები დაიკავა, ამიტომ მას უფალი კრიშნა ამ ადგილებზე მიუთითებს, რათა მტრის დამარცხების მოსურნე მიცოდეს, სად შეიძლება მისი პოვნა. ჭკუა გრძნობათა მოქმედებების ცენტრია, ამიტომაც, როდესაც გრძნობათა ობიექტების შესახებ ვისმენთ, როგორც წესი, ჭკუა გრძნობათა ტკბობაზე ფიქრებით აღიძრება და ჭკუაც და გრძნობებიც ნების საყრდენ ადგილებად იქცევიან. ამის შემდეგ, გონება, რომელიც სულის უშუალო მეზობელია, ასეთი ვნებიანი მიდრეკილებების თავმოყრის ადგილი ხდება. ვნებით შეპყრობილი გონება გავლენას ახდენს სულზე, რათა ამ უკანასკნელმა ცრუ ეგო შეიძინოს და საკუთარი თავი მატერიასთან და ამდენად ჭკუასა და გრძნობებთან გააიგაოს. სული მატერიალურ გრძნობათა სიამოვნებას ეძლევა და შეცდომით ამას ჭეშმარიტ ბედნიერებად მიიჩნევს. სულის ეს ცრუ თვითგაიგავება მშვენივრად არის აღწერილი შრიმად ბჰაგავატამში. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ამ სამი ელემენტისაგან შემდგარ სხეულთან აიგავებს, ხოლო სხეულის თანაპროდუქტებს საკუთარ ნათესავებად მიიჩნევს, თაყვანისცემის საგნად თვლის იმ მიწას, სადაც დაიბადა, მიემართება მწირობის ადგილებში მხოლოდ იმიტომ, რომ წმინდა წყლებში განიბანოს და არა ტრანსცენდენტული ცოდნის მქონე ხალხთან საურთიერთოდ, ასეთი ადამიანი ვირსა თუ ძროხას არაფრით აღემატება. ლექსი 41. ამიტომ, ო არჯუნა, ფარათათა შორის საუკეთესო, უპირველეს ყოვლისა, ალაგმე საკუთარი გრძნობები, შენი გულიდან ამოძირკვე მანკიერებათა და ცოდვათა მთავარი ფესვები, ვნება და განგმირე ცოდნისა და სულიერი სრულყოფილების ეს უბოროტესი მტერი. განმარტება. არჯუნას უფალმა ურჩია თავიდანვე ამოეღო ლაგამი თავისი გრძნობებისათვის, რათა დაეძლია თავისი უბოროტესი მტერი, ვნება, რომელიც ადამიანს უბიძგებს ცოდვებისკენ და უხშობს თვითშემეცნებისა და სულის შესახებ მეცნიერების გაგების წადილს. ჯნანა ნიშნავს ცოდნას საკუთარი ჭეშმარიტი მეს შესახებ, რომელიც სრულ მესგან განსხვავდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯნანა ცოდნაა იმის შესახებ, რომ სული სხეული არ არის. ვიჯნანა არის გაგება სულის თავდაპირველი მდგომარეობისა და უზენაეს სულთან მისი ურთიერთობისა. შრიმად ბჰაგავატამში ეს ასეა განმარტებული. ცოდნა სულსა და უზენაეს სულზე მეტად დაფარული და იდუმალებით მოცულია, მაგრამ ასეთ ცოდნას შეიძლება ჩავწვდეთ და პრაქტიკულად გამოვიყენოთ, თუ კი თავად უფალი სხვადასხვა კუთხით აგვიხსნის მათ. ბჰაგავად გიტა გვაწვდის ზოგად და პრაქტიკულ ცოდნას სულის შესახებ,
ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელი ნაწილაკები არიან. ამიტომ მათი ერთადერთი თავდაპირველი დანიშნულება უფლის მსახურებაა. ამ ცნობიერებას კრიშნას ცნობიერება ეწოდება. ამრიგად, ადამიანმა დაბადებიდანვე უნდა შეითვისოს ეს სწავლება, რის შედეგადაც ბოლომდე დაეუფლება კრიშნას ცნობიერებას და ამის შესაბამისად იმოქმედებს. ვნება მხოლოდ დამახინჯებული ანარეკლია ღმერთისადმი სიყვარულისა, რაც ყოველი ცოცხალი არსების ბუნებაში იმთავითვია ჩადებული. ამიტომ ადამიანს თუ თავიდანვე შევათვისებინებთ კრიშნას ცნობიერებას, ღმერთის მიმართ ეს ბუნებრივი სიყვარული ვნებად ვერ გადაიქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხალ არსებას გაუჭირდება თავის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება. ამრიგად, სიცოცხლის ნებისმიერი საფეხურიდან, თუნდაც იმ დროიდან, როდესაც ადამიანი მიხვდება ამის აუცილებლობას, შეძლებს კრიშნას ცნობიერებით აღიჭურვოს, უფლის ერთგულ მსახურებას მიუძღნას თავი, გრძნობები მოიწესრიგოს და ვნების მანკიერება ღმერთის სიყვარულად გარდაქმნას. ეს კი სიცოცხლის უმაღლესი მიზნის მიღწევის უმთავრესი გზაა. ლექსი 42. მოქმედი გრძნობები უსულო მატერიას აღემატება. ჭკუა გრძნობებზე მაღლა დგას, გონება კი თვით ჭკუაზე და გონებაზე აღმატებული კი არის სული. განმარტება. გრძნობათა ორგანოები ინსტრუმენტებია ვნების ხელთარსებული. იგი სხეულში გროვდება, მაგრამ გარეთ გამოდის გრძნობათა ორგანოების გავლით. ამიტომ გრძნობები უფრო მაღალია ვიდრე სხეული. უმაღლესი ცნობიერების, ანუ კრიშნას ცნობიერების დაუფლების შემდეგ ამ გასასვლელების გამოყენება აღარ შეუძლია აღნიშნულ ხორციელ მანკიერებას. კრიშნას ცნობიერებაში სული უშუალოდ უკავშირდება ღმრთების უზენაეს პიროვნებას. ამიტომ, როგორც ლექსშია აღწერილი, სხეულისეულ ფუნქციათა იერარქიის უმაღლეს საფეხურზე უზენაესი სულია აღმართული. სხეულის მოქმედება გულისხმობს გრძნობათა ორგანოების ფუნქციონირებას. ამ უკანასკნელთა შეჩერება კი სხეულის ყოველგვარი მოქმედების შეწყვეტას ნიშნავს. მაგრამ ვინაიდან ჭკუა მუდამ აქტიურია, იგი მაშინაც მოქმედებს, როდესაც სხეული მშვიდად ისვენებს, როგორც ეს ძილის დროს ხდება. მაგრამ ჭკუას აღემატება გონება თავისი გადაწყვეტილების ძალით. გონებაზე მაღლა კი საკუთრივ სული იმყოფება. ამიტომ თუ კი სული უშუალოდ ასრულებს უზენაესის გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, ქვემდებარე გონება, ჭკუა და გრძნობებიც თავისთავად იმასვე აკეთებენ. კათა უპანიშადში ნათქვამია, რომ გრძნობათა აღქმის ობიექტები გრძნობებზე მაღლა დგას და ამ უკანასკნელთა აღემატება ჭკუა. ამიტომ თუ კი ჭკუა განუწყვეტლივ უფლის უშუალო მსახურებით იქნება დაკავებული, გრძნობების სხვა საქმით დასაქმება შეუძლებელი გახდება. ცნობიერების ასეთი მდგომარეობა უკვე განმარტეთ წინა ლექსში. თუ კი ჭკუა უფლის ტრანსცენდენტული მსახურებითაა დაკავებული, მას ქვენა მიდრეკილებები ვეღარ მიიზიდავს. კათა უპანიშადში სულს ეწოდება მაჰან, დიადი. ამიტომ სული მაღლა დგას როგორც გრძნობათა ობიექტებსა და გრძნობებზე, ასევე ჭკუასა და გონებაზე. მაშასადამე, სულის თავდაპირველი ბუნების უშუალო შეცნობით მთელი პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. გონების საშუალებით ცოცხალმა არსებამ უნდა გააცნობიეროს სულის ჭეშმარიტი მდგომარეობა და ამის შემდეგ ჭკუა გამუდმებით კრიშნას ცნობიერებაში დაასაქმოს. ეს მთელ პრობლემას გადაჭრის. სულიერი განვითარების ახალბედა მაძიებელს ურჩევენ მოერიდოს გრძნობათა ობიექტებთან კავშირს, მაგრამ ამასთანავე საჭიროა გონების გამოყენება საკუთარი ჭკუა დაიმორჩილოს და კრიშნას ცნობიერებაში დაასაქმოს. ასე იგი მთლიანად მიენდობა ღმრთების უზენაეს პიროვნებას. ჭკუაც თავისთავად მომძლავრდება და გრძნობები, თუმცა გველებივით ძლიერნი და ვერაგნი არიან, დაემსგავსებიან გველებს, რომელთაც შხამიანი კბილები აქვთ ამოგლეჯილი და რაიმე ზიამნის მიყენება აღარ შეუძლიათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სული გონების, ჭკუისა და გრძნობათა მბრძანებელია, თუ კი კრიშნას ცნობიერებაში კრიშნასთან ურთიერთობით არ გაძლიერდება, მოუთვინიერებელი ჭკუის გამო მაინც რჩება სულიერი წინსვლის გზაზე დაცემის დიდი საშიშროება. ლექსი 43. როცა შეიცნობ, რომ შენი მეობა მატერიალურ გრძნობებზე, ჭკუასა და გონებაზე მაღლა დგას,
ომ კლავმაგარო არჯუნა, უნდა დაიმორჩილო ჭკუა გასულიერებული გონებით, კრიშნას ცნობიერებით და სულიერი ძალით დაამარცხო ეს გაუმაძღარი მტერი, რომელსაც ვნება ჰქვია. განმარტება. ბჰაგავად გიტას მესამე თავში მითითებულია გზა კრიშნას ცნობიერებამდე მისასვლელად და საკუთარ თავში მის განსავითარებლად, რისთვისაც აუცილებელია გვესმოდეს, რომ ყოველი ცოცხალი არსება ღმრთების უზენაესი პიროვნების მარადიული მსახურია და რომ უპიროვნო სიცარიელე საბოლოო მიზნად არ უნდა მივიჩნიოთ. მატერიალურ ყოფიერებაში ჩვენ გვამოძრავებს ძლიერი ხორციელი ვნება და მატერიალურ ბუნებაზე ბატონობის სურვილი. ყოველივე ეს სულის უდიდესი მტერია, მაგრამ კრიშნას ცნობიერების ძალით შესაძლებელია მატერიალური გრძნობების, ჭკუისა და გონების დამორჩილება. ამასთან აუცილებელი არ არის ადამიანმა ერთბაშად მიატოვოს ჩვეული საქმიანობანი და დაწესებული მოვალეობების შესრულება. კრიშნას ცნობიერების თანდათანობით განვითარებით, იგი ტრანსცენდენტულ მდგომარეობამდე ამაღლდება და თავს დააღწევს მატერიალური ჭკუისა და გრძნობების ძალაუფლების ქვეშ ყოფნას. ამის მიღწევა საკუთარი წმინდა მეობისაკენ მიმართული მტკიცე გონებით შეუძლია. აი ეს არის ამ თავის ძირითადი არსი. ვიდრე ადამიანი მიაღწევდეს სულიერ სიმწიფეს, იგი ფილოსოფიური ძიებებითა და ეგრეთ წოდებული იოგას დახმარებით ცდილობს გრძნობათა მართვას, მაგრამ ეს ხელოვნური მცდელობები ვერაფრით წაადგება ადამიანის სულიერ წინსვლას. აუცილებელია უმაღლესი გონების საშუალებით საკუთარ თავში კრიშნას ცნობიერების განვითარება. ამით მთავრდება ბჰაქტივედანტას განმარტებები შრიმად ბჰაგავად გიტას მესამე თავზე, რომელშიც განხილულია კარმა იოგა, ანუ დაწესებულ მოვალეობათა შესრულება კრიშნას ცნობიერებაში.